ძალისმიერი სპორტის ფედერაციის მიერ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონისა და რეკორდსმენის გიორგი ბეროშვილის ინფორმაციით ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო იყო, რადგან მასში აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე 4 აბსოლუტური თასიდან 3 კახეთის წარმომადგენლებს ხვდათ წილად. მაის ჩატარდა ძალისმიერი სპორტული გაერთიანების მიერ საქართველოს ჩემპიონატი. ძალიან საინტერესო შეჯიბრი იყო იმ მხრივ, რომ ამ სპორტის ისტორიაში პირველად მონაწილეობა მიიღეს აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა და სპორტსმენებმა. შეჯიბრს ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროდან, ოლიმპიური კომიტეტიდან იყვნენ ასევე წარმომადგენლები და მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორს ირაკლი ცხოვრებაშვილს, რომელმაც საშუალება მისცა ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და სპორტსმენებს გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და ეჩვენებინათ თუ რა შეუძლიათ. ასევე საინტერესო გამოდგა იმით ეს შეჯიბრი, რომ 4 აბსოლუტური თასიდან, რომელიც სხვადასხვა მოძრაობაში თამაშდებოდა, კახელებმა, გურჯაანელებმა შევძელით 3 თასის მოგება. აგერ ასეთი შვენიერი თასი. პირველი თასი მოვიგე მე მოძრაობა წოლჭიმში. მეორე თასი მოიგო ჩემმა შვილმა გიორგი ბეროშვილმა უმცროსმა ორჭიდის ჯამში. ასევე ამ მოწევაში აღნიშნული თასი გადაეცა ელგუჯა იმერლიშვილს. ჩვენთან ერთად კიდევ გამოდიოდა ჩემი მეგობარი ალიკა სომხიშვილი, რომელმაც წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი. ასე რომ ვფიქრობ, აბსოლუტური 3 თასი გურჯაანის ასე ვთქვათ სპორტული ცხოვრებისთვის ცოტა არ არის. აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და კიდევ ერთხელ მიულოცო ჩემს საყვარელ ბებიას დაბადების დღე, რომელიც გუშინ 88 წლის გახდა და რომელსაც შევპირდი, რომ აუცილებლად აბსოლუტური თასით მიულოცავდი და ერთის მაგივრად 2 თასი მიუტანე და გავახარეთ გუშინ და მინდა რომ დიდხანს იცოცხლოს და კიდევ ბევრჯერ გავახარო ჩემი გამარჯვებები.